დღეს სავაჭრო ცენტრ მოსკოვის მოვაჭრეებმა რამდენიმე საათით მუშაობაში აჩერეს და გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი სალარო აპარატების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. დასაქმებულთა თქმით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აპარატის არქონის გამო ერთი მოვაჭრე უკვე დააჯარიმეს. დანარჩენებს კი გაფრთხილება მისცეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ მათი ეკონომიური მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს და სალარო აპარატების ნაცვლად ფიქსირებული გადასახადი ფართის მიხედვით დააწესოს. სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მოვაჭრეების ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ ფონზე ნუკრი სალაძე სალარო აპარატების დადგმის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნულს მოვაჭრეებს კანონმდებლობა ავალდებულებს. მოთხოვნა ისაა, რომ სალარო აპარატები არ გვინდა რა, შეიძლება კი საჭირო, მაგრამ არ გვინდა რატო? არის დღეები, გადის კვირეები, როცა ხალხი საერთოდ ვერ ვაჭრობს, ერთ-ერთსაც კი. ამაზეც მე ვერ ამოარტყამ რაღაც იქ არ დაფიქსირდება საჭირო რაოდენობა, იმაზეც მოვლენ, შარს მოგდებენ, შეუსწავლონ ყველას რა რაოდენობის საქონელი აქვს დახზე და იმ რაოდენობის მიხედვით დაუწესონ გადასახადი და ხალხი გადაიხსნის იმ ფიქსირებულ გადასახადს. ეხლა მოულოდნელად მოდიან თითო ადამიანთან, არანაირი ოფიციალური გაფრთხილება. ხალხი გაარკვიონ უნდა აუცილებელი თუ და გვერდს თუ ვერაუვლით აუცილებლად შემოვიტანთ, ან დაფიქსირდება ის რომ ვისაც ძალიან პატარა დახლები აქვს, იქ გაკეთება ფიქსირებული, მაგრამ ამას რადგანაც სავაჭრო ცენტრი არის, მე ასე ვთვლი რომ აუცილებელია რომ სისტემიდან მოვიდეს ვინც ხელმძღვანელობს ამ სისტემას და ეს აი ამ ხალხს ასე მოუყაროს თავი და აუხსნას უნდა სიტუაცია. უმეტესწილად ყველა არის ძალიან სულ მდგომარეობაში, ბანკებში არიან ჩაფსული. გადასახადები აქვთ ბევრი. კანონმდებლობა რაც გამოვიტანს და რაც იქნება ნათქმით და გადაწყვეტილი, ის უნდა გაკეთდეს, აბა ისე ვერ იმუშავებს ხო ადამიანი. ხო და ხა მე თუ მითხრათ, რაღაც საგასო აპარატები ბაზრის ტიპისა და არ უნდა იყოს ჩემი საზრით.